მუშაობას. Ყველა სახელმწიფო სერვისის მიღება ერთ სივრცეში და არა მხოლოდ თბილისში. სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას თითო ქვეყანაში. ერთ-ერთი ასეთი ცენტრი ძალიან მალე სართიჭალაში ამოქმედდება. ნატალია ურდულაშვილი სექტემბერში სოფელ სართიჭალაში საზოგადოებრივი განვითარების ცენტრში დასაქმდება. გადამზადების რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ ის ადგილობრივებს სახელმწიფო მომსახურებას ერთ სივრცეში შესთავაზებს. პირველი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ჩაობარე გამოცდები და დღესდღეობით ველოდები დასაქმებას და ჩვენი მიზანი იქნება დასაქმების შემთხვევაში მოსახლეობას მივაწოდოთ ეფექტური მომსახურება და მოქალაქეები წავიდნენ რაც შეიძლება კმაყოფილი და მოტივირებული. სოციალური დახმარებები, მიწის რეგისტრაცია, პასპორტისა და პირადობის მოწმობის მიღება, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაცია, ამ დასხმა მომსახურებას ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან გაუცვლელად მიიღებს. სართიჭალაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესი დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ დაათვალიერა. სოფლის მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ყველა ის სიკეთე სახელმწიფო სერვისების და კერძო სერვისების ჩათვლით, რაც დედაქალაქში ან მუნიციპალურ ცენტრებშია შესაძლებელი. ეს არის ახალი შესაძლებლობა დასაქმების სოფლის მოსახლეობისთვის. ბევრ ადამიანს ქონდა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა. 2-3 ადამიანი პირველ ეტაპზე იქნება დასაქმებული. გარდა ამისა, ახალი შესაძლებლობა შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარების. სამოქალაქო რეესტრის მომსახურებების, საჯარო რეესტრის, სოციალური რეესტრის და ძალიან გაუმარტივებს და დაგვიმარტივებს სართიჭალებს და არა მარტო სართიჭალებს, რომ მივიღოთ ყველა ის სერვისი, რასაც თავაზობს ეს სამსახური. სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ადგილობრივების შეხვედრების ოთახითაც ისარგებლებენ, სადაც სპეციალისტები მათ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დახმარების პროგრამების, მიგრაციისა და სხვა საკითხებზე კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ. ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი და ელექტრონული გადახდის აპარატებიც. არის 24 საათიანი მომსახურების სივრცე, აქ შესაძლებლობა იქნება Skype-ის, ბანკომატის სარგებლობის, კომუნალური გადახდების და მსგავსი სერვისების შეთავაზების. საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა დაწყებულია შიდა ქართლსა და კახეთშიც. სოფელ გომში, ისევე როგორც გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში ელექტრონული მომსახურებით ადგილობრივების შემოდგომიდან ისარგებლებენ. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 15 ასეთი ცენტრის გახსნა იგეგმება. პროექტის მიხედვით საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს ყველა მსხვილ სოფელში ამოქმედდება.